შობა ყველა წმინდა ღვთისმშობელის. შეიძლება ცოტა მადლობა. დიახ, შეუძლოთ. მოგწამდეთ. წინ აი ვისაც ადგილები არის. მოიწიეთ ახსოვს არა აქვს. მოხშობი შეუძლია მაღლაც დადგეს. მოგწამდეთ. გილოცავთ ყველაზე მთავარს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. ეს დღე არის დღესასწაულთა დასაბამი ქრისტიანულ სამყაროში. რამე თუ ღვთისმშობელი იშვა ნებით უფლისა გამომდინარე იქიდან რომ მე დღეს ქადაგებაში აღვნიშნე კალაში რომ მისი დედა ანა იყო ბერწი და სწორედ ის გამოირჩია უფალმა რათა მისგან მშობელი იყო დედა ღვთისა. რამე თუ ღვთისმშობელი წინ არის ღვთისგან ყოველივე განსაზღვრული ხოლმე რომ შემდგომში აი ამ წმინდა ჭურჭელში როგორც წმინდა მამები ამბობენ გახორციელებული იყო მაცხოვარი ღმერთი რომელიც მოვიდა ხორციელად იშვა ყოველი ჩვენთაგანის გადასარჩენად საცხოვნებელად და აი ჩვენ დღეს ვხარობთ აი ამ დღით და მე მეორე სიხარული ჩემთვის აღვნიშნე ესეც რომ დღეს კალაში სასულიერო პირი დადგინდა იკურთხა წმინდა ბარბარეს ტაძარი და მთელი საქართველო, მთელი ჩვენი ერი შევავედრეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. გილოცავთ და რაც შეეხება ყველაზე ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს დღევანდელ დღეს ჩვენს რაობას, ჩვენს მყოფობას, ჩვენს ქართველობას და ჩვენს ადამიანობას. მე განსაკუთრებულად ჩემ თავისუფლებას ვაძლევ ყოველთვის ვერიდებოდი რომ არ გამეკეთებია განცხადებები პოლიტიკური და მე ვფიქრობ რომ ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, არამედ ეს არის ვალდებულება ჩემი როგორც მდემთავრისა და მწყემსისა ჩემი ეპარქიისა საზოგადოებამ იცოდეს ჭეშმარიტება, თუმცა იცის, მაგრამ ბევრი რამ მან არ იცის საზოგადოება. ალბათ ყველა მიხილეთ ის ამაზრზენი, შემაშფოთებელი და სახიფათო ჩვენი ქვეყნისათვის დღევანდელ დღეს სახიფათოს ფაქტები, რამაც მთელი საქართველო შეაძრწუნა და შეაწუხა. ეს არის როგორ ვთქვა, რა დავარქვა, არა ადამიანური. ამას არა აქვს სახელი და ვიცოდეთ ერთი რამ. ეს შეურაცხყოფა, რაც ჩვენ ვიხილებთ, მარტო იმ საწოდავ პიროვნებებზე და ადამიანებზე კი არ განხორციელდა, ეს განხორციელდა მთელ საქართველოზე, მთელ ქართველ ერზე. შეურაცხყოფილია მთელი საქართველო, მთელი ქართველი ერი. შეურაცხყოფილია სწორედ ამ უგვანო პირდაპირ ვიტყოდი ხელისუფლების მიერ, რომელსაც უნდა რომ საქართველო და ქართველი ერი დააჩოქოს. მაგრამ ისტორია ვიცით ჩვენ ქართველებო. უარესი გვინახავს და გაგვივლია მტერიც, ბევრი და მუსლიმანური სამყარო, შაჰაბაზები გადაგვიტანია, ჯალალედინები, მაგრამ მათგან კიდევ შეიძლება ეს რაღაცნაირად ადამიანმა რაღაც მტერია იგი, მაგრამ შენი თვითონ ხელისუფალი რო ამას გიკეთებს, ეს არის სამარცხვინო და დასაგმობი ფაქტი. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, პირდაპირ ვაცხადებ, როგორც პასუხისმგებელი ჩემი სამწყსოსი ღვთის წინაშე. სხვა მე არაფერი არ მაინტერესებს. ვინც არ უნდა იდგეს, ვინც არ უნდა იყოს, ვინც შეურაცხყოფს ქართველს და საქართველოს, ის არის წყეული და დაწყევლილი და ვინც ამაზრზე ფაქტების თანამონაწილე გახდება, დღეს ჩვენ ვდგევართ რა მაქვს არჩევნების წინაშე. ქართველმა ერმა უნდა გააკეთოს არჩევანი სიმართლესა და სიცრუეს შორის. ქართველმა ერმა უნდა გააკეთოს არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის. და მე პირდაპირ გეტყვით, ეს ხელისუფლება არის ბოროტება. და ამიტომ ბოროტებამ უნდა დაამთავროს თავისი არსებობა. თუ არა, თუ ეს არ მოხდა, ეს შეიძლება ისე ვიმეორებ, ყველას თავზე გამეორდეს.
მათ აქვს თავიანთი პროგრამა, თავიანთი გეგმები, თავისუფლების ინსტიტუტი, რომელიც დგას თითქოს ფარდის უკან, დგას და ხელმძღვანელობს რათა ისევ ვიმეორებ ქართველი ერის განადგურებაზე და მოსპობაზე. და ითქვა ეს ხმამაღლა ერთ-ერთი ღირსეული ეპისკოპოსის მიტროპოლიტის მიერ იობიმა მხედველობაში, რომ სახელიც კი შეუცვალო შეიძლება საქართველოს და ვეთანხმები აბსოლუტურად შეიძლება ეს მართლა ესე მოხდეს. ჩვენ არ გვძულს არავინ ადამიანი არის ხატი და მსგავსი ღვთისა, ყველა განურჩევნად და მე არ ვარჩევ ვიცოდეთ ვინ დგას მარჯვნივ, ვინ დგას მარცხნივ, ვინ დგას შუაში თუ ასე შემდეგ, მე ვარჩევ ადამიანებს სიკეთისა და ბოროტების მიხედვით, ისევ კონკრეტდები უზნეობისა და წესიერების მიხედვით. ვინც არ უნდა იყოს ეს განურჩევლად იცოდეთ, მაგრამ ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით. ჩვენ ვნახეთ ეს საშინელება, რომელმაც აი ესე აზვირთა და გამოაფხიზლა ბოლო უნდა გამოფხიზლდეს, მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება. ეს არის ჩვენი ტკივილი, ჩემო ძვირფასება. ისევ ვამბობ ამას, რომ ვდგავართ ძალიან ყოფნა ატყოფნის ჟამი არის დღეს. ამიტომ მოგიწოდებთ გააკეთოთ სწორი არჩევა. ნათესაობაზე კი არ არის დაყრდნობილი კერის ბედნიერება თუ კეთილდღეობა. კეთილდღეობა დაყრდნობილია სიმართლეზე. ჩემი შვილი თუ ჩემი ძმა დგას იმ მხარეზე, ღმერთმა არ გაახაროს. რატომ ვამბობ იცი? ეს არის ბოროტების, ეს არის ნეობოლშევიზმი, ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ვითომ დემოკრატიას ქადაგებს, მაგრამ აქ 5-10 კაცი, რომელსაც აქვს ყველაფერზე მონოპოლია, ძალადობაზე, უწესობაზე, უზნეობაზე, თვითონ თუ თავი არის უზნეო, მაშინ ეცემა ერი. თავი არის თვითონ უზნეო, თორე თუ თავი ზნეობრივია, თავი ღვთიურია, ხო, მაშინ ყველაფერი კარგად არის. ამიტომ გმართებს დღეს სულიერება, გამოფხიზლება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. აი რაც მინდოდა მეთქვა, მე ყველაფერი ვთქვი და ამოწური, ალბათ გამგები გაიგებს და მიხვდება. პასუხისმგებელია ყველა სინდისის წინაშე. შეიძლება ადამიანმა თავი მოიტყვილოს, ვითომ ვერც ღმერთს მოატყვილებ, ვერც საკუთარ თავს მოატყვილებ, იმიტომ სინდისი ეს ისეთი რამეა ღვთისგან ჩადებული თვითონ ჩვენთაგანში, რომ როცა სახში მიხვალ ღამე შეგაწუხებს, დღე შეგაწუხებს, შენი მთელი ცხოვრება გაყვება, შენ ეს რომ მე რა გავაკეთე და შენი საკუთარი ღმერთმა ყველა დაიფაროს. ახლობელი რო აღმოჩნდება, მე გვიან იქნება ამ მდგომარეობაში. ეს მიმართულია ისევ ვიმეორებ ქართველი ერის მოსპობისაკენ და განადგურება. ყველას ყველაფერი მისცეს, უნდათ ქართველი ერის დაჩოქება და განადგურება. მერთმა დალოცილები გამყოფოთ, გახარებულები გამყოფოთ და ყოველ წმინდა ღვთისმშობელმა გაუხსნას ქართველ ერს გონება და გადააფაროს თავისი კალთა და დაიფაროს საქართველო. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაიფაროს საქართველოს, მაგრამ ჩვენზე ბევრია რამეა დამოკიდებული. მე ისე ვიმეორებ, როგორც მწყემს მთავარი ჩემი ეპარქიისა, მე მზათავად პირველი შევეწირო ჩემ ერს და ჩემ ქვეყანას. და ეს 10 წელია მე აქ ვარ და თუ ეს საზოგადოებამ კიდევ ვერ დაინახა, ვერ გაიგო, მაშინ ჩვენ არაფერი აღარ გვესაქმება. მე უკვე აი ამოწურავს ადამიანი თავის რესურსს, რამეთუ თუ ხალხს არ ესმის თავისი წყემსთავრისა, ხო, მაშინ ვერ არის დაავადებულია ასეთი სამწყსო. და დაავადება ესეთი სენია, რომელიც შემდგომებს ახლა გააჩნიათ. დაავადებულები არიან, კეთროვანები არიან, კეთრი კიდევ გადამდებია და ბევრი დაავადეს. ბევრი გაიყიდა რაღაცის გამო. არ შეიძლება გაყიდოს სული, გინდ იყოს ეს ფინანსური, გინდ იყოს ეს რაღაცა, გინდ იყოს ეს ტერორი, ვერავის ვერაფრით ვერ დააშინებენ. ტყუილია, ესენი ცდილობენ, ვისაც შეეშინდება, იმაზეა გათვლილი. იციან ადამიანის ფსიქოლოგია.
ვისაც არ ეშინია, იმას ვერაფერს ვერ დააკლებენ. და თუ ჯერა ღვთისა გწამს, ღვთისა შენ გაიმარჯვებ. თუ გწამს ეშმაკისა, მაშინ ეშმაკი ჩაგითრევს ჯოჯოხეთში. მე ხშირად მომისმენი, ამაზე ვარ ნაწყენი, იმაზე ვარ ნაწყენი. იმას ვერ გავუკეთებ და ვერ წავალ იმისკენ. აქ არ არის პიროვნებაზე, იმ პიროვნებას მივხედოთ მერე და მოუვაროთ. ეხლა არის მთავარი არჩევანი სწორი, რათა ქვეყანა გადარჩეს. და ქვეყანა იყოს გამოვიდეს მდგომარეობიდან. თვითონ თქვენთანგანს მიეცეს შანსი, ესე ვიტყოდი, მომავალი ცხოვრებისა და ჩვენ ახალგაზრდობას განსაკუთრებულად. დანგრეულია ეკონომიკა, მოშლილია სახელმწიფო სტრუქტურები აბსოლუტურად. ეს არის გათვლილი თვითონ პიროვნებები, რომლებიც ზიან მაღლა და კეთილად არიან და რაღაცებს მიუგდებენ ერთულ კაფის, რომ ერთჯერადი იყოს იგი, ერთჯერადი და ამაზე მიდის ადამიანი. ეს მე ვფიქრობ, რომ არის ღირსების შერახვა. არ გააკეთოთ ესა და ღვთის მადლით და წყალობით დაალაგდება სახელმწიფო და დაალაგდება ქვეყანა. ეს ასე არის. დაალოცვილები და გახარებულები და გაცილებულები გამყოფოთ, მე ემოციური კალელებსაც თხოვე შენდობა, ჩემი ემოციური იმით გამომდინარე, რამე თუ მე 3 დღეა რაც ეს ვიხილე, ხომ მე მოსვენება აი ძილიც არ მქონია და ვერ ვისვენებ, ვერა, სანამ ეს ბოროტება არ მოისპობა აი ჩვენ ქვეყანაში. იყო ბევრი ინფორმაციები დავამატებდით, აი ეს კადრები მაქსიმალურად ეცადნენ რომ დაემალათ, მაგრამ თვითონ შიგნიდან ციხე მართლა შიგნიდან ტყდება. მართლა იქ ყოფილა ვიღაცა ღირსეული პატიოსანი ადამიანები, რომლებმაც ვეღარ გაუძლეს აი ამ ხელა შეურაცხყოფას. ხო? და გაამჟღავნეს და მადლობა ღმერთს, რომ დროულად, მაინც მე ვთქვი, რომ დროულად მოხდა ყველაფრის ამის გამოაშკარავება და თუ ამის შემდეგ ადამიანი კიდევ იქით იმას გააკეთებს, ხო? აი დადგება იქით, ის ადამიანი არის საერთოდ დაკარგული სახე ადამიანისა. მას დაკარგულია ღვთაებრივი სახე. და ერთი რამე არის, არაპატიებს ღმერთი, არაპატიებს. უნდა გადავდოთ პირადული წყენა და დავდგეთ ერი და ბერი ერთად, რასაც ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. მე ვალს ვიხდი ყოველთვის, გაბედულად ვაპარაკობ. პირისპირ შემიძლია ვესაუბრო ეს პრეზიდენტსაც, იმ ახალაიებსაც, იმ ადეიშვილებსაც, იმ გოროზიებსაც და მისაუბრია ეს არაერთხელ და მithქვია და მიმხილებია, მაგრამ საზოგადოება დღეს შეშინებული რაღაც ვერ გავიგე რატო. რამ უნდა შეგაშინოს? სად არის ღირსება, სად არის კაცობა და სად არის ვაჟკაცობა? უნდა გამოვხít. სვანეთი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული ხომ ერთობაში და ეს ერთობა უნდა შედგეს. მე ვარ თქვენს გვერდით. ღმერთი არის ჩვენთან და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ბოროტებას. დაალოცვილები გამყოფოთ ღმერთს. ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ ერთხელ კიდევ და ღვთისმშობელი იყოს თქვენი ფარული.